მოგესალმებით, მე ნინო ვარ. დღეს განვიხილავ გერმანული ბრენდის Bosch-ის საშრობის მოდელებს, რომელიც დაგეხმარებათ, რომ მარტივად გააშროთ თქვენთვის სასურველი ქსოვილი და რაც მთავარია, დასოგოთ დრო, ენერგია და ქსოვილმა შეინარჩუნოს სისუფთავე. დავიწყოთ პირველი მოდელით, რომელიც არის სტანდარტულ ზომაში წარმოდგენილი და მაქსიმალური კილოგრამობა არის 9. აქვს ისეთი სტანდარტული პროგრამები, როგორიც არის ბამბა, სინთეტიკა, შერეული ტანსაცმელი, გადასაფარებელი ზედები და ასე შემდეგ. მინიმალური შრობის დრო კი აქვს 40 წუთი, რაც ალბათ დამეთანხმებით, რომ საკმაოდ დიდი კომფორტია მოკლე დროში, სასურველ დროს და სასურველი ქსოვილი რომ გავაშროთ ძალიან მარტივად. ამ მოდელის უპირატესობა ასევე გახავთ ის, რომ აქვს ავტოდრაის სენსორი, რომლის საშუალებით ხდება ქსოვილის თანაბარი შრობა და დაცვა გადახურებისგან. ასევე sensitive drying სისტემის საშუალებით კი ქსოვილი არ იკუჭება, ნაზად აჭრობს სამოს, რომელიც იდეალურად რბილი და ფუმფულაა. რაც შეეხება მის მოვლას, აქვს ბადისებრი ფილტრი, რომელიც ფილტრავს ოფისის ტანსაცმლის შრობის დროს წარმოქმნილი ბეწვისგან, სხვადასხვა ნარჩენებისგან. ის უნდა გაიწმინდოს ყოველი გაშრობის შემდეგ. ძლიერ დაბინძურებისას კი უნდა გავრეცხოთ თბილი წყლით და გავაშროთ. ასევე აქვს ფილტრი კონდენსატორი, სადაც ხდება ჰაერის გაწმენდა ქსოვილის ნარჩენებისგან. კონდენსატორი უნდა გაიწმინდოს, გაირეცხოს დაახლოებით ყოველი 5 გაშრობის შემდეგ, ან შესაბამისი ინდიკატორის ანთებისას. გადავიდეთ მეორე მოდელზე. ეს მოდელიც გახავთ 9 კილოგრამიანი სტანდარტულ ზომაში წარმოდგენილი. წინა მოდელის მსგავსად არის ელექტროენერგიის მხრივ ეკონომიური, რაც შეეხება პროგრამებს, იმართება სრულად სენსორული მართვით და მისი გამოყენება არის ძალიან მარტივი. ვირჩიოთ პროგრამას და პროგრამის არჩევის შემდეგ ეკრანზე ავტომატურად იწერება შრობის დრო. წინა მოდელისგან განსხვავებით, ამ მოდელს გააჩნია AutoClean ტექნოლოგია, მას არ გააჩნია ფილტრი კარზე. ის შენაცვლებულია ავტომატური წმენდის სისტემით. აღარ გვჭირდება ფილტრის წმენდა ქსოვილის ნარჩენებისგან ყოველი შრობისას. ამასთან შენარჩუნებულია მაქსიმალური ენერგოეფექტურობა. ნარჩენები გროვდება სპეციალურ კონტეინერში, რომელიც უნდა გავწმინდოთ ყოველი 20 შრობის ციკლის შემდეგ. 20 შრობის შემდეგ სპეციალური ინდიკატორი გვამცნობს კონტეინერის გაწმენდის აუცილებლობის შესახებ. დღეისათვის სულ ეს იყო. ჩემს მიერ განხილულ მოდელების შეძენას კი შეძლებთ როგორც ელიტის ფილიალებში, ასევე ონლაინ i.g-ზე.